თანამედროვე ევროპა არათუ ემიჯნება ძალადობას, არამედ ღია დგას მოძალადეების მხარეს. გზა ნათელია გამოსავალი ცხადი. ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება თუ სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემა წერს ამის შესახებ შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში. ეს განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი აცდენილია საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი დემოკრატიის პატივისცემაა. შეუძლებელია პატივსცემდა დემოკრატიას, ანუ ხალხის მმართველობას და ამავე დროს ერეოდა სხვა ხალხების არჩევანში. ის რა სახითაც და ინტენსივობითაც ბრიუსელი და მისი ზოგიერთი ელჩი 2024 წლის არჩევნებში ჩაერია, როგორც გაეროს წესდების, ისე ვენის კონვენციის დარღვევა. ვკითხულობთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში. ძალიან ტრაგიკომიკური არის, რომ ევროპული ღირებულებების დამცველად მთელი ევროპის კონტინენტზე რჩება მხოლოდ ბატონი პაპუაშვილი, მისი პოსტების მიხედვით ასე გახლავთ და თურმე ყველა ევროპულ დედაქალაქში უღალატეს ევროპულ ღირებულებებს, პრინციპებს და მხოლოდ თბილისში შემორჩა ერთ კონკრეტულ ადამიანს, ივანიშვილის გუნდის ბანდის უბრალოდ წევრს. ეს ღირებულებები ახლა რა თქმა უნდა სერიოზულად აღსაქმელი არ გახლავთ, თუ ვინმე დაარღვია საერთაშორისო სამართალი, თუ ვინმე დაარღვია ნებისმიერი ინსტიტუციის ნორმები, ეს არის ივანიშვილის ბანდა და ამიტომაც არის რომ მას აქვს ყველაზე ისტორიულად უპრეცედენტო ცუდი შეფასებები ყველა ინსტიტუციის მიერ. როგორც ჩანს, ბატონი პაპუაშვილი და ასევე ოცნება ირჩევენ სტრატეგიას, როდესაც თავდასხმა არის თავდაცვის საუკეთესო საშუალება, ბუნებრივია, მათ არაფერი დარჩენიათ სხვა, იმიტომ რომ მათ გააუქმეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, მათ შეიყვანეს პოლიტიკურ ჩიხში ჩვენი ქვეყანა, მათ და რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობის დახმარებით, შესაბამისად ახლა ვისმენთ მათგან აი ამ პუნქტებად გაწერილ გეგმებს, როგორ უნდა მოხდეს ევროპული ღირებულებების დაბრუნება, თუმცა ჯობია მათ ისაუბრონ ადგილობრივ კონტექსტზე, ჯობია ისაუბრონ იმ ვითარებაზე, რაც დადგა საქართველოში, მათ პირობებში. ეს უსამართლობა დღემდე გრძელდება, როდესაც კონკრეტულ ანგარიშებში აბსოლუტურად სიცრუით გაჯერებული ინფორმაცია იწერება ელჩების მხრიდან, რიგი ელჩების მხრიდან და მათ შორის ევროკავშირის ელჩის მხრიდანაც. ჩვენ მოვითხოთ ობიექტურობას, ჩვენ მოვითხოთ სამართლიანობას, როდესაც რაღაცაზე გვაკრიტიკებენ აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზები და არც კი ასაბუთებენ, ჩვენ გვსურს რომ გავიგოთ ევრობიუროკრატების პოზიცია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ამ ყველაფერს ხელი შეუწყო მათ შორის ევროკომისიის პრეს-სპიკერმა, როდესაც წაახალისა ძალადობრივი აქცია. ჩვენ გვსურს გავიგოთ მათი ღირებულებები საბოლოო ჯამში სადამდე არის დასული. ემიჯნებიან და გმობენ თუ არა ისინი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, თუ არ ემიჯნებიან, მაგ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, რომ ჩავთვალოთ, რომ ისინი ამის მომხრეები არიან. ევროპულ ბიუროკრატიის დიდ ნაწილს სახე აქვს დაკარგული, თუნდაც მათი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ყველა მათი განცხადება საქართველოსთან მიმართებით არის გაჯერებული ტყუილით, მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე არის დაფუძნებული, არანაირი რეალობა, მოძალადეების წახალისება, ექსტრემისტული ორგანიზაციების წახალისება, ასევე ძალიან მძიმეა ის, რომ ქვეყანაში რამდენჯერმე შეეცადნენ რევოლუციის მოწყობას, სახელმწიფო გადატრიალებას, ხელისუფლების დამხობას. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე, კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ რას ვიტყობთ? ერთ რამეს, მხოლოდ და მხოლოდ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება, სამართლიანი მიდგომა საქართველოსთან დაკავშირებით და ქართულ ხალხს ცენ პატივი, ქართულ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს კონსტიტუციას და ჩვენს დამოუკიდებლობას.